მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ყველაფერი ყველაფერზე. მე ჟურნალისტი თორნიკე კუჭაშვილი ვარ. რა გამოწვევების წინაშე დგანან 21 საუკუნის მშობლები? რა როლს თამაშობს ბავშვობის ტრავმები ზრდასრულ ასაკში? ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო ცენტრის ჰარტის თანამშრომელი თამარ სალუქაძეა ჩვენ დღევანდელი პოდკასტის სტუმარი და გვესაუბრება თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე. თამარ. მოგესალმებით თორნიკე, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საუბრის წამოწყებისთვის. ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყავდეთ მსმენელი და იმ თემების განთვალისწინებელი, რომელზეც საუბრობთ და საუბრობ აქტიურად შენს პოდკასტში. თამარ, დღესდღეობით მომართიანობაა გაზრდილი ბავშვთა ფსიქოლოგების მიმართ. რა ხდება? რატომ შენი აზრით? ბევრი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს. გარემო დიდ როლს თამაშობს, გარემო ფაქტორები, гаджеტები, რომელზეც დამოკიდებულები ხდებიან ბავშვები. აღზრდის სტილი, რომელიც მშობლების დაუნებურად რაღაცნაირად ჩამოყალიბდა ისე, რომ ბავშვებზე გავლენას ახდენს და ზოგადად ფსიქოლოგიური ცოდნის ნაკლებობაც თამაშობს დიდ როლს იმაში, რომ ბავშვები უფრო მეტად ტრავმირებულები არიან. უჭირთ რაღაც გამოწვევებთან მერტოს გამკლავება. თუმცა არ ვთვლი, რომ მომართვიანობა მხოლოდ იმიტომ გვაქვს, რომ ბავშვები ტრავმირებულები არიან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვობის ასაკში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ამ დროს ყალიბდება ჩვენი ფსიქიკა, ფსიქოლოგის დახმარება, უბრალოდ პიროვნული ზრდისთვის, განვითარებისთვის და არა მხოლოდ განკურნებისთვის. ბრჭყალებში განკურნება, ჩვენ ფსიქოლოგები არ ვიყენებთ ტერმინს განკურნებას ან პაციენტს იშვიათად. რა ხდება, როდესაც ხანდახან მშობლებიც ვართ დამოკიდებულები гаджеტებს? როგორ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი? ნახეთ, ძალიან ადვილი არის ახსნა ფსიქოლოგიური ცოდნის საშუალებით, რა არის гаджеტი და რატომ ხდებიან ადამიანები მასზე დამოკიდებული, იქნება ეს ბავშვი თუ ზრდასრული. ეს არის მოცემულობა, სადაც გარბი ხარ მოცემული რეალობიდან, რომელიც ჩვენთვის ან დამღლელია, ან რთულია, რაღაც სამყაროა ირეალური, სადაც ყველაფერი შეგიძლია შენ თვითონ როგორც გინდა ისე მართო. რეალურ ცხოვრებაში ასე სამწუხაროდ არ ხდება. ამიტომ гаджеტებზე დამოკიდებულება, თამაშზე, ინტერნეტ თამაშებს გულისხმობ, ზუსტად იმიტომ ასეთი მომხიბვლელი, რომ იქ შეგიძლია ყველაფერი ისე იყოს, როგორც გინდა. რეალურ ცხოვრებაში კი ეს სამწუხაროდ ასე არ არის. ბავშვის დასჯის რა მექანიზმები არსებობს? როგორ ფიქრობ? ხო, შეიძლება უხეშნად ვთქვა მე დასჯა, მაგრამ აი როგორ ფიქრობ? როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს სწორად, რომ არც ზღვარს გადავიდეს და დავრჩეთ მათი მეგობრები? კი, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი კი არ დასაჯო, ბავშვს აუხსნა რა გინდა რომ მან გაასწოროს თუნდაც ქცევაში. ემოციურ დონეზე ესმით ბავშვებს აქვთ სარკისებური ნეირონები 8 წლამდე, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ჩვენი ნაზრები სიტყვის მეშვეობით ნაკლებად ესმით, მათ ესმით და ისინი გრძნობენ ჩვენს ემოციებს. და როცა შენ მას ბრაზით მიუთითებ რაღაცაზე, ან უყვირი, ან სჯი, ისე რომ არაფერს უხსნი, ან შეიძლება უხსნი, მაგრამ ემოცია ხომ ბრაზია დასჯის დროს, ეს მისთვის ძალიან დამაზიანებელია. ამიტომ გამოსავალი არის საუბარი, გამოსავალი არის ბავშვის საზღვრების დაცვაც და დასჯა არ უნდა გულისხმობდეს მის საზღვრებში, პირად საზღვრებში უხეშ შეჭრას, მის გამოკეტვას, ვინმესთან შედარებას, რომელიც მის თვითშეფასებაზე ძალიან დიდ სუტყავლენას ახდენს და ასე შემდეგ. ცოლ-ქმარს შორის, ანუ დედასა და მამას შორის ხდება უთანხმოება. უთანხმოება, კონფლიქტი. კონფლიქტი რა არის? კონფლიქტი ემოცია, ხო, პირველ რიგში.
ამას ვერ დამალავ. კი, ამბობ, მირჩევენ ხოლმე ფსიქოლოგები ხანდახან, რომ ბავშვს ნუ გააგონებთ კონფლიქტს, მაგრამ ოდითი ხო არის აფექტური მდგომარეობა. როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? ნახეთ, თავიდან გეტყვი იმას, რომ როცა მშობლებს შორის კონფლიქტია, ბავშვს განსაკუთრებით 6-8 წლის ასაკამდე ბავშვს რაკის არტისებური ნეირონებით ვითარდება, არ აქვს განსჯა, რომ რომელიმე მშობელი მართალია, ან რომელიმე მშობელი დამნაშავეა, ყოველთვის ბრალეულობას აკისრებს საკუთარ თავს. ანუ მე არ ვარ საკმარისი რომ ჩემს მშობლებს შორის უთანხმოების მოგვარება ვერ შევძელი. ამ როლს აკისრებს თავის თავს. შესაბამისად, ნებისმიერი კონფლიქტი მისთვის არის მატრაუმირებელი. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს კონფლიქტების გარეშე ურთიერთობა არ არსებობს. მშობლებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში დამალვაც არ არის გამოსავალი. იმიტომ რომ შეიძლება დედამ და მამამ იცხუბეს, დედამ იტირა, ინერვიულა, გამოვიდა ოთახიდან და ბავშვი ეკითხება რა მოხდა, დედა იღიმის, თვალებზე წრემლი არ აქვს და ეუბნება რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ზუსტად იმ ემოციური კავშირის წყალობით, რაც დედასა და ბავშვს შორის არის, ბავშვი ზუსტად გრძნობს, რომ დედამ 2-3 წუთის წინ იტირა. ამიტომ ტყუილის თქმასაც აზრი არ აქვს. ამ დროს კონფლიქტის შემთხვევაში ზუსტად ვიხმარებთ ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს და მათი ჩართულობა ძალიან დამხმარეა. რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში არტ-თერაპია? არტ-თერაპია ძალიან ჯადოსნური გზა არის ტრავმების დასამუშავებლად. აი, ჩემმა შვილმა მაგალითად არის 4 წლის რამდენიმე კვირის წინ დახატა უბრალოდ ფერები. და ეს ფერები იყო ძალიან ნათელი. და გამიხარდა. ანუ უნდა მიხარდეს ნათელი ფერების დახატვა, ხო? თუ როგორ არის? კი, უბრალოდ არტ-თერაპიული ცოდნების მიხედვით მკვეთრი ფერებიც შესაძლოა არ ატარებდეს უარყოფით შინაარსს, იმიტომ რომ განვითარების გარკვეულ ეტაპზე, მაგალითად 3-დან 6 წლამდე ბავშვებს უყვართ შავი კონტურების გაკეთება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიმჩნეოდნენ ჩანდნენ, იმიტომ რომ აქტუალურია ბავშვობის ასაკში 3 რაღაცა არის ბავშვის ჯანსაღი მენტალური განვითარებისთვის აუცილებელი, რომ უყვარდეთ, ხედავდნენ და უსმენდნენ. შესაბამისად, ამის მოთხოვნილება როცა არის, ბავშვი იყენებს მუქ და მკვეთრ ფერებს და ეს ნორმალურია, არ არის რაღაცა ტრაუმული. მაგრამ ის რომ თქვენმა შვილმა გამოიყენა ღია ფერები, ეს ნიშნავს, რომ მისი ემოციები არის ნათელი, სადღაც არ უჭირს რაღაცების გადამუშავება. ყველა ფერს არტ-თერაპიაში აქვს თავისი მნიშვნელობა, თუმცა ესე დააწესებული კანონების მიხედვით ჩვენ არ ვთვლით რომ მაგალითად წითელი მაინც და მაინც ბრაზი ან აგრესია, ვეკითხებით ბავშვსაც და ზრდასრულსაც კონკრეტული ფერის გამოყენების შემთხვევაში რა იგულისხმა, მისთვის რა არის ეს ფერი. თამარ, თავდაცვის მექანიზმი როგორ უნდა ჩაურთოთ ბავშვს, იმიტომ რომ ის ყოველდღიურად აწყდება სხვადასხვა სოციუმში, სხვადასხვა ბავშვს სკოლაში, ბაღში შეიძლება ვიღაცამ ჩაარტყას პირობითად ეხლა ბოლოს ძალიან ბევრი შემთხვევა იყო დაკბენის ის იყო შემთხვევები ხშირი როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვს თავდაცვის უნარიანობა ხო, თავიდან კითხვა მდგომარეობდა იმაში თავდაცვის მექანიზმი როგორ უნდა ჩაურთოთო. თავდაცვის მექანიზმი ფსიქოლოგიაში ცოტა სხვანაირად ჟღერს და ეს დაცვითი მექანიზმები ადამიანებს თავისი თავთან ამის ჩართვა არ ხდება. კონკრეტულ სიტუაციაში, როცა ფსიქიკას შველა სჭირდება, ეს დაცვითი მექანიზმები თავისთავად ამოქმედდება ხოლმე. მაგრამ რაც შეეხება თავის დაცვის უნარს, კონკრეტული გამაღიზიანებლის ან კონკრეტული ბულერის წინაშე, ან აგრესორის წინაშე, ამას უკვე განაპირობებს ბავშვის თავის მესთან კონკრეტული. ამას ჩვენ ვერ მივაჭრით. მივაჭრით თუ მის მეს განმავლობაში სიტუაცია უფრო აჩვენებს ალბათ, ხო?
სიტუაციაც აჩვენებს და მისი განვითარება თუ სწორად მიმდინარეობს, განვითარების ეტაპები არსებობს, განსაკუთრებით 5 მნიშვნელოვანი ეტაპია კლასიკური ფსიქოლოგიის მიხედვით. თუ ამ ეტაპებს ბავშვი გაივლის ისე როგორც საჭიროა, მეც ჩამოუყალიბდება ისეთი, რომ კონკრეტულ სიტუაციაში აღარ იქნება მოწყვლადი და შეძლებს თავის დაცვას. განვითარების კონკრეტული ეტაპების მაგალითად 0-დან 1 წლამდე, წლინახევრამდე ბავშვი იყალიბებს მშობლებთან ურთიერთობით უსაფრთხოების განცდას. ანუ სამყარო სანდოა თუ არა, მაგას ხვდება იმის მიხედვით, ეფერებიან, თავის დროზე აჭმევენ, თბილად აწმევენ თუ ასე შემდეგ. საწყისი საბაზისო ნდობის ან ნდობლობის თვისება ყალიბდება, ასე ვთქვათ. მერე წლინახევრიდან 3 წლამდე ბავშვი სწავლობს მეს, ანუ იქამდე მე არ არსებობს ყველაფერი, ესეთი გაბლარული, ასე ვთქვათ. და ამ ასაკში უკვე შემოდის მე, იძახის მე თვითონ, თასმებს მე შევიკრავ, იძახის არას უკვე არას თქმას სწავლობს. ნუ ამ ეტაპებს კიდევ არსებობს სოციალიზაციის ეტაპი 6-დან 12 წლამდე, სადაც კომპეტენტურობის განცდას ჩამოიყალიბებს ბავშვი. თუ ეს ეტაპიც სწორად გაიარა, თვითშეფასებაც ნორმალური ექნება და შესაბამისად სასკოლო პერიოდში ვიღაც ფულერი თუ მოვა მასთან, ან უბრალოდ კლასელი, რომელიც ჩარტყავს, იმიტომ რომ ჩარტყმა, ჩხუბი, კბენა, მათ შორის რომელიც შენახსენე, არის ტრავმის გამოხატულება რეალურად. არ არსებობენ ცუდი და კარგი ბავშვები. არსებობენ ტრავმირებული, ნაკლებად ტრავმირებული და ბედნიერი ბავშვები. შესაბამისად, ის რომ ერთ ბავშვს მეორესთან ეგეთი კომუნიკაციის გზა აქვს, ნახე, რომ ჩაარტყას, უკბინოს, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი, რომელიც კბენს ან ურტყამს, არის ტრავმირებული. შესაბამისად, მან უნდა მოხდეს უკვე ფსიქოლოგის ჩარევა. თამარ, არის ასეთი საინტერესო სიტყვა ფსიქოლოგიაში და მას ქვია ტანტრუმი. კი ბატონო. ტანტრუმის დროს ბავშვი ხშირად წვება ძირს, მაღაზიაში თუ რაღაცას არ გაუგონებ, აწყობს ისტერიკებს, სცენებს. აი ამ შემთხვევაში როგორ მე მქონია ასეთ შემთხვევა და ამიტომ ვეკითხები. ტანტრუმი არის ზუსტად განვითარების იმ ეტაპზე, როცა მის ჩამოყალიბებას იწყებს. ანუ მე მინდა, ეს მინდა და მომეცით და არ არსებობს უარი. არას თქმა მარტო თვითონ კი არ უნდა ისწავლოს, არამედ არას მიღებაც უნდა ისწავლოს. შესაბამისად, ამ მომენტში ყველაზე კარგი გამოსავალი, ალბათ ფერჯერ მოგისმენიათ და თქვენ მაყურებლებსაც მოусმენიათ, არის იგნორირება და უარი. თუ შენც ახალისებ ბევრი ფსიქოლოგი პირიქით ამბობს, რომ იგნორი არ არის გამოსავალი. ნახეთ, ახალისება ნებისმიერი შენი ყურადღებით. ეს იქნება დასჯა, თუ ეს იქნება ჩახუტება ან სასურველის მიწოდება, გულისხმობს მისი ტანტრუმის ახალისებას, რაც ნიშნავს ტანტრუმის ქცევის გამყარებას და ამას ის კიდევ ბევრჯერ გაიმეორებს, იმიტომ რომ შენგან ელოდება ან დასჯას, ან სურვილის შესრულებას, ან ჩახუტებას, ნებისმიერი გზით შენთან კონტაქტს. შესაბამისად, ტანტრუმს აუცილებლად გაიმეორებს, იმიტომ რომ მისი ქცევა ტანტრუმი განმტკიცდება შენი მასთან შეხებით ამ სამი გზიდან რომელიმეთი. შენი ძირითადი სამუშაო მიმართულება მაინც არტ თერაპიაა და მინდა კითხვა, რატომ ურჩევდი ადამიანებს არტ თერაპიას? მე ერთი ორი სიტყვით ვიტყვი ჰარტის შესახებ, სადაც ვმუშაობ და ჩემი ძალიან ბევრს ნიშნავს მოკლედ ჩემთვის ჰარტი. ჩემი ფსიქოლოგად ჩამოყალიბების გზაზე ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჰარტს და ვერიკო გოჯიაშვილს, ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნებით სიცოცხლის ბოლომდე. რაც შეეხება ახლა ჰარტში ჩვენ მუშაობთ სახელიდან გამომდინარე არტ თერაპიით. ჩვენი წამყვანი მიმდინარეობა არ არის არტ თერაპია, მაგრამ მიმართულება, რომლითაც მუშაობთ, არის არტ თერაპია, რაც გულისხმობს ხატვას, ზერწვას. არტ თერაპიაში გულისხმობთ ზღაპრით თერაპიასაც, ზოგჯერ ინსცენირებებსაც ვაწყობთ და ასე შემდეგ. აი, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ბოდიშ გიხდით რომ გაწყვეტინებთ, აი რა იყო ყველაზე უცნაური შემთხვევა ბავშვებთან მუშაობისას? რამაც რაღაც განსაკუთრებული კვალი დაგიტოვათ.
ძალიან საინტერესო შეკითხვა. მე ამაზე გიპასუხებ, რომ ყოველი ბავშვებთან შეხვედრა არის განსაკუთრებული, რადგან ყველა ბავშვი არის უნიკალური და ყველა სესია არის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ ეხები ბავშვის ფსიქიკას. აი ერთ თუ გამოარჩიოდით. აი, გავიხსენებ, სიამოვნებით გავიხსენებ. ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო ვიზიტი ერთ-ერთ კლინიკაში ბავშვთან, რომელმაც შეწყვიტა ჭამა და ლაპარაკი. დამირეკა ამ კლინიკის ბავშვთა განყოფილების დირექტორმა, ხარჯი დარეკა და ქალბატონმა ვერიკომ გამიშვა მე, რადგან ვიყავი პროფესიით, პირველი პროფესიით ექიმი. სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან შემეშინდა, რომ დავინახე ბავშვი, მეგონა რომ ძალიან ესეთ შემთხვევებში, იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში ხდება ხოლმე ინსულტი და ვიფიქრე, რომ ეს ხომ არ იყო. მოვითხოვე საოცარ ამბავს ყვებით. მითხრეს, რომ არა, ყველაფერი ექიმი შემოვიდა, მითხრა, რომ ყველაფერი ფიზიოლოგიურად არის ნორმაში, უბრალოდ ბავშვმა შეწყვიტა ჭამა და ლაპარაკი. აი ესე. აიყვანეს სტომატოლოგთან და შეწყვიტა სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ ლაპარაკი და ჭამა. ფაქტის სახეზე იყო, ბავშვი იყო გაბრაზებული, ნაწყენი, დატრამვული და მისი სხეულის პოზაც მეტყველებდა ამაზე. ორი ვიზიტის შემდეგ ერთი ვიზიტი თლიანად მოვანდომა იმას, რომ მიუხვდარიყავი რაში იყო საქმე და მეორე ვიზიტზე უკვე ინტერვენცია რომ გადავწყვიტე, მესამე შეხვედრის შემდეგ დაიწყო ლაპარაკი და მეოთხე დრო ვნახე უკვე კლინიკაში იმ დღეს გაწერეს. ანუ გამოჯამრთელდა სრულიად. უბრალოდ ხშირია რომ ბავშვები ემოციებს ესე გამოხატავენ. საოცარი ისტორია მოყევით ახლა. არც თერაპია მქნა ეგ ყველაფერი, არც თერაპიით, ხატვით, თამაშით, სულ რაღაც სამ ვიზიტში დაუბრუნდა თავის რეალობას ბავშვი. იდეალური მშობლის როლის ზებნა არ არის აუცილებელი. იდეალური მშობლები მე მგონი მაგაში მაგით ვუყავთ ხანდახან შვილებს. კი, ჩვენ გვინდა რომ ყველაფერს კარგები. სუპერ ეგოზე ორიენტირებული ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ეს რაღაც კარგი გოგოს და კარგი ბიჭის სინდრომი და ამ შვილებთანაც ესე გვინდა რომ ძალიან კარგი დედა უნდა ვიყოთ და სინამდვილეში კარგი დედა იყო, იდეალური დედა იყო, ან იდეალური მამა იყო, არ ნიშნავს რომ ყველაფერს უკეთებდეს, უნავდა იქ სკოლაში დაკავდეს, მილიონ წრეზე დაკავდეს. არა, ძალიან მარტივია. გესმოდეს, გიყვარდეს და ხედავდეს საკუთარ შვილს. ჩვენი სტუმარი იყო ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თამარ სალუქვაძე. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.